დღეს სიუჟეტი საინტერესო ფოტოგრაფს გაგაცნობთ, რომელიც ბათუმში ცხოვრობს. შესაბამისად, ადგილობრივ სიტუაციებს, გარემოს და ადამიანებს აღბეჭდავს. ფოტოებს კი როგორც წესი smartphone-ით იღებს. საკუთარ ინსპირაციებზე, შემოქმედებაზე და მუშაობის მეთოდზე დღეს სერა ძნელაძე ისაუბრებს. როდის დავინტერესდი მართლა არ მახსოვს, ანუ იყო რაღაც მომენტი, როცა მომინდა უბრალოდ გადაღება და დავიწყე გადაღება. ყოველ დღე მაქვს ეგ მომენტი. რომ მგონია რომ всё, ეხა ვიწყებ. ან მგონია რომ ჯერ არც დამიწყია. ადრე ძალიან ერთი რამოდენიმე წლის წინ ძალიან მინდოდა რომ დოკუმენტალისტიკაში მემუშავა. მე ვერ ხვდები ჯერ მე მგონი ძიებაში ვარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცას ვიღებ, ყველაფერს ვიღებ ბავშვი. ადრე იყო, სადაც მიდიოდი, ორი კამერა მქონდა სულ მზად ვიყავი სხვადასხვა ობიექტები, სხვადასხვა ფირები. სულ იმაზე ვფიქრობდი რამე რომ მოხდეს, არ გამომრჩეს. ეხლა მხოლოდ ტელეფონი მიდევ შიბეში და მხოლოდ ტელეფონით ვიღებ. და თვლი რომ ძალიან საინტერესოა ეს ჟანრია ცალკე. სხვა არ იყო არასდროს ეს ეხლა გაჩნდა. ციფრულ ფოტოს ჭირდება დამუშავება. აუცილებელია ციფრული ფოტოსთვის კორექცია, იქ რეტუშირება. კი გვაძლევს საუკეთესო ხარისხს, მაგრამ იქ რაღაც ჩარევა უფრო მეტ სიამოვნებას ანიჭებს მნახველს შემდეგ. ეს ხო არტია და არტისტზეა დამოკიდებული თავის ნამუშევარს რას გაუკეთებს. არ შემიძლია სილამაზეები. რა თქმა უნდა, რაღაცები გადამიღია იქ, რაღაც ლამაზი მზის ჩასვლა და ლამაზი დელფინი, არ ვიცი. ეს გოგოც გადამიღია, რა თქმა უნდა, მაგრამ შეიძლება იმიტომ რომ ყურადღებას არ ვაქცევ მაგას არასდროს და მხოლოდ გამოვდივარ კომპოზიციიდან. როცა კომპოზიციიდან გამოდიხარ, უკვე ირღვევა რაღაც სხვა სილამაზეები. რაღაცებს ყოველთვის ვარღვევ ფოტოგრაფიაში, იმ კომპოზიციასაც, იმ ჰორიზონტსაც, იქ რაღაც ჩემი შემაქვს და ცოტა ამით ფუჭდება. ცოტა მაგრამ სხვა მხარე უჩნდება მერე ნამუშევარს. უფრო საინტერესო სხვა მხრიდან ხედავს მნახველი მერე იმას. ალბათ ჩემი თვალით ხედავს. ძალიან შემთხვევით იყო რამოდენიმე კადრი შემთხვევით გადავიღე ძალიან სინქრონული. ორი ადამიანის სინქრონი ერთი და იგივე გარემოში. და ძალიან საინტერესოდ მეჩვენა. მე შევეცადე კიდე გადამიღო იგივე სინქრონები, მაგრამ ძალიან რთული იყო, რომ ეს ორი ადამიანი ერთი და იგივე მდგომარეობაში, რამოდენიმე კადრში თან დადგმის გარეშე გადაგიღო ეგეთი ფოტო. ანუ მაგას სერიას ვერც უწოდებთ, უფრო რამოდენიმე ერთმანეთის მსგავსი ფოტოა. ადრე ვიღებდი ძალიან ადრე უფრო ვიღებდი სერიებს. ფსიქიატრიული კლინიკა, ბათუმის ნაგავსაყრელი, პორტრეტები, სხვადასხვა იყო რა რაღაცები. ეხლა რა უყურებ ძალიან არ მომწონს, მაგრამ თვლი რომ მაინც ყველაზე მეტს მაშინ მუშაობდი. ძალიან საყვარელი ფოტო მაქვს ერთი, ესეთი იდუმალებით მოცული ფოტოა. მიცვალებულის ფოტოა და უკან ორი ქალი პანაშვიდია მიცვალებული და უკან ორი ქალი რაღაცნაირად იღიმის. ეს ჩემთვის რაღაც საყვარლესი ფოტოა, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი რაც გამოდიოდა, რო ვიღებდი და ვიცოდი რომ ეს ფოტო რაღაც მომენტში მე წარმატებას მომიტანდა. ერთი ფოტო ძალიან მიყვარს. მართლა ჩემი საყვარელი ფოტო და ესეც მობილურითაა გადაღებული.
ეს არის სამი სახლი ბათუმშია გადაღებული. ძალიან არ მომწონს ეს სახლები. ძალიან ცუდი სახლებია, მაგრამ იმდენ საინტერესო ფოტო გამოვიდა, რომ შემოყვარა ეს სახლები. რაღაცნაირად რაც არ მომწონს, მე თვითონ გავალ ამაზე. ეს ხო ეგეთი მუღამია შენ რასაც აკეთებ, მაგრამ გისწორდება მე. და გადავიღე და ძალიან დიდი ხანი ანუ არ ვდები არსად. ესეთი ფოტო იყო, ჩემი ფოტო იყო რა. წამი არა, წამის მე-1000-დი გაქვს. წამის მე-1000-დი გაქვს, რომ რაღაც გადაიღო და იმ წამის მე-1000-დს რომ იჭერ, ეგ ვაფშე, ეგაა საოცრება.